მოგესალმებით კომპიუტერთა მოყვარულებო. დღეს მე მინდა აგიხსნათ აი ესეთი რამ. ბევრ თქვენ მათგანს არ აქვს ხოლმე გადმოწერილი საოფისე პროგრამები, როგორიცაა PowerPoint, Word, Excel, OneDrive, Outlook და ასე შემდეგ. არ გაქვთ. უბრალოდ არ გაქვთ ან ვერ იწერთ. ამ შემთხვევაში მე მინდა აგიხსნათ აი ესეთი პროგრამა, რომელშიც თქვენ შეხვალთ Microsoft Teams-ის პაროლის გამოყენებით, ძალიან მარტივად შეხვალთ. გადავდივართ საიტზე Microsoft Office Home, იქ უნდა დავრეგისტრირდეთ ჩვენი მოცემული Microsoft Teams-ის პაროლით და პაროლით უნდა დავრეგისტრირდეთ. შემდეგ ჩვენ გამოჩნდებით აი აქ. აი ესეთი არის. იმისათვის რომ ჩავთვათ ეს დაგეხმარებათ თქვენ თუ თქვენ ხართ ან ტელეფონით ან პლანშეტით, რომლებშიც შეიძლება ვერ იწერთ ან არ ირთვება, ამიტომ ეს დაგეხმარებათ. თქვენ უნდა შეხვიდეთ აი აქ Office 365-ში, რომელსაც აქ გვაქვს სხვადასხვა პროგრამები Word, Excel და PowerPoint. Create ხელახს რომ დავაწვევით, პლუსი ახატია. აქ ჩვენ გვიჩვენებს სხვადასხვა რაღაცებს, რაც გსურთ რომ შექმნათ. მაგალითად ამოვიშვათ presentation. ვაჭერთ და გადაგვაგდებს ასეთ პრეზენტაციაში. წინა ვიდეოებში ერთ-ერთში მე აგიხსენით თუ რით განსხვავდება ეს ყველაფერი, ამჯერადაც აგიხსნით, როდესაც აქ დავწერთ რაიმეს. მაგალითად წერთ. აქ ჩვენის განსხვავება გვაქვს, რომ design channels რომ დავაჭერთ. აქ designer-ში რომ შევალთ. აქ გვაქვს აი ესეთი ჩამონათვალი, როგორ გსურს რომ დავაყენოთ. თუ არ მოგწონს, აი ამას ვაწვევით. See more design ideas. და კიდევ ამატებს, როგორც ხედავთ, არის. კიდევ შეგვიძლია დავამატოთ თუ არ გვაწყობს და მაგალითად აი ეს ამოვირჩიოთ. გირჩევთ რომ ეს ყველაფერი გააკეთოთ ბოლოში, რადგან ამას შეიძლება გაგიფუჭოთ თქვენი პრეზენტაცია. ამიტომ გირჩევთ რომ თავიდან designers არ მიხედოთ, ეგ საბოლოოდ. ასევე აქ ხატვაც შეიძლება მოვნიშნოთ, დავხატოთ, წავშალოთ. ყველაფერი ძალიან მარტივად ხდება, აქ არაფერი ძნელი მგონი არ არის. სლაიდის დამატება ხდება new slide ღილაკის დაწყაპებით, ხოლო შემდეგ ხდება ამორჩევა. Cancel-ს დავაჭერეთ თუ არ გსურს. აი ასე გვაქვს ნაჩვენები და როგორც ხედავთ, ზემოთ არის ასეთი presentation to save. აი ესე აწერია. Presentation to. აქ უნდა ჩავწეროთ სახელი. და როგორც ხედავთ, აი ტესტი აწერია უკვე. აქ არაფრის შენახვა არ გიწევთ. ამიტომ არ გიწევთ ფაილ ჩანართში შესვლა. აქედან შეგიძლიათ დაპრინტოთ, გაუზიაროთ სხვას. შეგიძლიათ კოპია გადმოიწეროთ თქვენს კომპიუტერზე. თუ გსურთ რომ ვეღარ შეცვალოს ვერავინდან, მარტო თქვენს კომპიუტერზე იყოს. აქ download as-ში შევდივართ. აი აქ ფოტოებად შევინახოთ, OPD ფორმატში შევინახოთ, თუ PDF ფორმატში. აქ თქვენ თვითონ ამოერჩიეთ. აქ ყველაფერი ინახება, ამიტომ დააჭირეთ X ღილაკს, არაფერი არ მოუვა თქვენს რაღაცებს. მოდით ახლა გადავიდეთ ჩანართ PowerPoint-ში. ვაწყაპებთ მას და როგორც ხედავთ, ახლანდელი პრეზენტაცია ტესტი, რომელიც ჩვენ შევქმნით, გვიჩვენებს აი აქ ქვემოთ, რო ჩამოვდივართ. ტესტი. აი ესე აწერია ტესტი. რომელსაც დავაწყაპებთ
და გვეხსნება აი აქ ეს ჩვენი პრეზენტაცია. ამიტომ აქ ეს არის უფრო მარტივი ჩემი აზრით, რადგან აქ არაფრის შენახვა არ დაგჭირდებათ და შესაბამისად უფრო მარტივად მოსახერხებელია. ამავე პრინციპით ხდება Word-ში. ვაჭერთ create, ხოლო შემდეგ document. აქაც იგივე პრინციპია, ხოლო აი აქ დავალოდოთ ჩატვირთვას. ხოლო აი აქ ზემოთ გვიჩვენებს ხალხს, რომ ვინ არის შემოსული, ამიტომ აქ თქვენ შეგიძლიათ ერთად იმუშაოთ. აი აქ გვიჩვენებს შემდეგ ხალხს, ვინც შემოვა. აქ შეგვიძლია ვიმუშაოთ ერთად. ერთად მუშაობა. აქ შეგვიძლია ვნახოთ რა არის დამატებები. შეგვიძლია შევუცვალოთ მხოლოდ მაყურებელზე, რომ ვეღარ დავამატოთ. ამისათვის თქვენ უკვე იხილეთ რას დავაჭირეთ. და ახლა როგორც ხედავთ, ვერაფერს ვერ ვამატებ, უბრალოდ ვუყურებ. სახელიც ზუსტად ასევეა შესაძლებელი. ჩამოვხუროთ და ყველაფერი ინახება. აი document. შევდივართ. და იხსნება. ჩემი აზრით აქ არაფერი გაურკვეველი არ არის, ყველაფერში თქვენ თვითონაც გარკვევით. ძნელი არაფერი არ არის, ისევ გიმეორებთ, რომ აი აქ უბრალოდ შედიხართ პლუს ხილაკსაწვევით შექმნას, ხოლო შემდეგ ირჩევთ რომელიც გჭირდებათ შესაქმნელად. რომ დავუბრუნდეთ, უნდა დავაჭიროთ home channels, სახლი არის გამოსახული და ჩვენ დავუბრუნდებით. მადლობა ყურადღებისთვის, იმედია მოგეწონათ. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი არხი და დაალაიქოთ ეს ვიდეო. მადლობა ყურადღებისთვის და ნახვამდის.